მოგესალმებით, დღეს მოგიყვებით მზურას მეგალითურ კომპლექსზე. მზურას ქვებს ძალიან ხანგრძლივი და იდუმალი წარსული აქვთ. როდესაც ვამბობ ხანგრძლივი, გულისხმობ სულ მცირე 6000 წელიწადს, ანუ კომპლექსი აგებულია პრეისტორიულ ხანაში, თვით ეგვიპტეს პირამიდებზე ადრე. მზურას წრე არის ჩრდილოეთ აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და უდიდესი მეგალითური ნაგებობა. ის მდებარეობს მაროკოში ქალაქ ტანჯერიდან 15 კილომეტრში. მზურას ელიფსური შუაწრის დიამეტრი 55 მეტრია და გარშემორტყმულია 167 ქვის მონოლითით, რომელთა სიმაღლე დაახლოებით 5 მეტრია და მიწის ქვეშ კიდევ დაახლოებით 7 მეტრიანი ფესვი აქვს. ქვები დამუშავებულია და გაპრიალებული. მათი განლაგება კი ქმნის სრულყოფილ ელიფსურ სტრუქტურას. მზურა არც ისე ხშირად გვხვდება ძველ ისტორიულ ჩანაწერებში, მაგრამ პლუტარქეს სერტორიუსის ცხოვრებაში არის მოხსენებული მაროკოს იდუმალი ქვის წრე. პლუტარქე წერს, რომ ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა რომაელ მხედართმთავარ კვინტუს სერტორიუსს მოუყვნენ იმ ადგილის შესახებ, რომელიც მათი ცნობით ტიტან ანთეუსის საფლავი იყო. ანთეუსი ლეგენდის თანახმად ჰერკულესმა მოკლა. ბერძნულ რომაული მითოლოგიის თანახმად ტიტანი ანთეუსი იყო ზღვებისა და ოკეანეების ღმერთის პოსეიდონის და მიწის ქალ ღმერთ გიას შვილი. მისი სახელი ანტეიოსი ბერძნულიდან ითარგმნება როგორც წინააღმდეგი ან მტრული. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ანთეუსი იყო ტიტანი, ხოლო ტიტანები და ოლიმპოს ღმერთები ერთმანეთთან ომობდნენ, თუმცა ოლიმპოს ღმერთებს და ტიტანებს ერთი წარმოშობა ჰქონდათ და ხშირად ერთმანეთის უახლოესი ნათესავებიც იყვნენ. ასე თუ ისე ბერძნები ოლიმპოს ღმერთებს ეთაყვანებოდნენ, ხოლო ტიტანებს მტრულ-ძალად აღიქვამდნენ. უცნობია თუ რატომ ქვია ანთეუსის საფლავს მზურა, ვინ დაარქვა თავდაპირველად ასე და არის თუ არა ეს სახელწოდება რაიმე კავშირში ქართულ სიტყვა მზესთან. ლეგენდის თანახმად ანთეუსი იცავდა აფრიკის ჩრდილოეთს უცხოტომელებისგან და თუ რამდენად წარმატებულად, ამაზე ის ლეგენდა მეტყველებს, რომლის თანახმად მან მტრების თავის ქალებისგან პოსეიდონის სათაყვანებელი ტაძარი ააგო. ლეგენდების თანახმად ანტეუსი უძლეველი იყო, სანამ ფეხი მიწაზე ედგა, რადგან მიწის ენერგია აძლიერებდა. და ასე გრძელდებოდა 1000 წლეულების მანძილზე, სანამ ის არ დაამარცხა ჰერაკლემ, იგივე ჰერკულესმა მან ჰაერში ასწია ანთეუსი, ამით მოსწყვიტა ენერგიის წყაროს, მერე კი ძალაგამოცლილი ტიტანი დაახრჩო. მრავალი სხვა უძველესი ცნობა არსებობს იმის თაობაზე, რომ ანთეუსის საფლავი არის ტანჯერის უშუალო სიახლოვეს. პლუტარქეს თანახმად სერტორიუსმა არ დაიჯერა ადგილობრივების მონაყოლი და მზურაში გათხრები დაიწყო, რის შედეგად საფლავი აღმოაჩინა. მაგრამ როდესაც მან იქ დაახლოებით 25 მეტრი სიგრძის ჩონჩხი იპოვა, იგი შეცბა და თავის ჯარისკაცებს უბრძანა ისევ დაემარხათ. მზურას ქვების წრის ცენტრში დიდი გორაა. შესაძლოა სწორედ ისაა გიგანტური ანთეუსის საფლავი. სამწუხაროდ დღეს ამ ბორცვისგან ბევრი არაფერია დარჩენილი, როგორც ჩანს, დაზიანების უმეტესობა გამოწვეულ იქნა სეზარ ლუის დე მონტალბანის მიერ 1915-1967 წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად. 1970-იან წლებში აშშ-ს მასაჩუსეტსის შტატში სვოც-ჰოლის ოკეანოგრაფიული ინსტიტუტის პროფესორმა ჯეიმს უოტმა აურმა ჩაატარა მზურას კომპლექსის ერთადერთი პროფესიონალური შესწავლა. მართალია მან ვერ აღმოაჩინა ანთეუსის ჩონჩხი, სამაგიეროდ სხვა საინტერესო აღმოჩენა გააკეთა. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ არსებობს კავშირი მზურას ძეგლსა და დიდ ბრიტანეთში არსებულ მეგალითურ ძეგლებს შორის. როგორც ჩანს, მზურას კომპლექსი აშენდა ან იმავე კულტურის მიერ, რომელმაც ააშენა მეგალითური ძეგლები საფრანგეთში, ესპანეთში, დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში. ან მის მიერ, ვინც მათთან მჭიდრო კავშირში იყო. მზურას ელიფსი აგებულია პითაგორას მართკუთხა სამკუთხედის გამოყენებით, იგივე ტექნიკას იყენებდნენ ბრიტანული ქვის ელიფსების ასაგებად, რომელთაგან 30 კარგ მდგომარეობაშია შემორჩენილი. ამას უნდა დაემატოს ისიც, რომ მზურა არ არის ერთადერთი ქვის წრე აფრიკაში, მაგრამ ის ყველაზე მასშტაბურია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ზუსტად არ ვიცით რატომ აშენდა ეს ნაგებობა, მკვლევარები ეჩვობენ, რომ ქვის წრე რელიგიური და ასტრონომიული მიზნებისთვის იყო შექმნილი, შესაძლოა ის მზის საათის ფუნქციასაც ასრულებდა. მზურას წრის დიზაინი მიუთითებს იმაზე, რომ მის მშენებლებს შესანიშნავი მათემატიკური ცოდნა ჰქონდათ. მშენებლებმა იცოდნენ პითაგორას თეორემის შესახებ 200 წლით ადრე, ვიდრე იგი ოფიციალურად იქნა გამოგონილი ძველი ბერძენი მათემატიკოსის პითაგორას მიერ. სანამ ეს ადგილი საფუძვლიანად არ გამოიკვლევა, შეუძლებელია გადაჭრით იმის თქმა, რა არის ეს ნაგებობა, რისთვის და ვინ ააშენა იგი, ან რატომ დაარქვეს ეს სახელი. თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რამდენი ასეთი გამოუკლევი ძეგლია მსოფლიოში, ამის იმედი ნაკლებად უნდა გქონდეს. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, გაუზიარე მეგობრებს. ასევე გამოიწერე ჩვენი არხი, რათა არ გამოტოვო ახალი ვიდეოების გამოსვლა.